პირველი დავიწყოთ მოდით 5 ინჩიანი FPV დრონით, ცოტათი ნაწვალები არის, მაგრამ ეს არის ნაზგული, კი არა და Evoke, Hi-Fi Evoke, რომელიც ცოტა გასარეცხი არის, რომელიც ასევე ჩვენთან შეგვიძლია შეიძინოთ. თუმცა თავისი ციფრული O3 აქვს ამას, ცოტათი მოძველებულია, მაგრამ მაინც ძალიან კარგი და გაუმდგარი დრონი არის თავისი DeathCat ფორმით, რომელიც გაძლევთ საშუალებას, რომ პირდაპირ O3-დან ჩაწეროთ მაღალი ხარისხის ვიდეო და მეტი მაუნტების გარეშე, მაგალითად GoPro-ს დაყენების გარეშეც. ხო, ნუ როგორ ერთდება, ეხლა ეს ძალიან მარტივი პროცესი არის, მაგრამ მე მინდა გაჩვენოთ თუ როგორ უნდა შეაერთოთ საბოლოო ჯამში და არა უბრალოდ აი ეს ნუ გასაგებია რომ მარტივია შეერთება, მაგრამ არის პროცესები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. დავიწყოთ იმით, რომ მოდი გავხსნათ. ასე დავაბით ჩვენი ბატარეა 1300 მAh-იანი, რომელიც თავის საქმეს ძალიან კარგად ასრულებს, როგორც გითხარი. ასე ვაკეთებთ ახლა რა არის მნიშვნელოვანი. შევაერთეთ უშუალოდ ჩვენი ბატარეა ჩვენს FPV დრონზე. ხო, დაიმახსოვრეთ, შენობაში ასე არასდროს არ ვაკეთებ, პროპელერებს ყოველთვის ვხსნით. მე თავზე ხელაგებული ვარ, რატომღაც, არ ვიცი დღეს, ასეთ ხასიათზე ვარ. როგორც ხედავთ, დრონი ჩაერთო, თან დაიწყო ახლა წყიპინი, რომ კავშირს ვერ ვნახულობო, მოდი გეტყვით რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში. ეს ყოველთვის უნდა გააკეთოთ ყოველ დრონზე, რადგან ამის გარეშე დააზიანებთ აი ამ პატარა ეს არის ბალანსირის კაბელი. ამით ხდება ბატარეის ბალანსირება, როგორც წესით იცით. შესაბამისად, ეს თუ იქნება ქვემოთ ჩამოსული, რაღაც აი ასე. პროპელერი მოდებს და დააზიანებს. მოგიწევთ ამ კონექტორებს მთლიანად გამოცვლა. აქ პრობლემა ის არის, რომ ცოტა ჯერ გაჩვენებთ როგორ უნდა, სად უნდა მოვაქციოთ, აი აქ უნდა მოვაქციოთ, აი ასე, და ზემოთ იყოს ან სადღაც მსგავს ადგილას.